ხო, ნუ ცხადია ხა ეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტია საუბარი 1918 წელი, მგონი, ნუ დამოუკიდებლობასთან ერთად რომ. თავს ვერ დავდებ, მაგრამ ვარაუდობ, რომ ვისი ხმაც გვესმოდა ქალბატონი. ხო. ეგ არის მზექალა შანიძე. ხო და შეიძლება გულისხმობს დავიწყო. ეს მუსიკიდან მუსიკას შორის პაუზა. შეიძლება გულისხმობს მამამის. აკაკი შანიძეც მე მგონი იმ პერიოდში უკვე ენათმეცნიერი იყო. თუ არა, ამცოდე აკაკი შანიძე მაგ პერიოდში უნივერსიტეტში არის იყო თუ არა, მაგრამ წესით იმ ასაკში იყო, რომ უკვე სამეცნიერო მოღვაწეობა დაწყებული უნდა გქონოდა. ეგრე მახსოვს. იმ პერიოდის მეცნიერებებს რომ მივყვეთ ჩამონათვალისთვის ცალი ხელის კი ორი ხელის თითები არ გვეყოფა, ანუ ბევრი არის. ვიზეთ შეიძლება თქვა, რომ უნივერსიტეტის დაარსებას იღებდა მონაწილეობას და სამეცნიერო საქმიანობაში, ხო? თან სხვა მიმართულებით იგივე ანდრია რაზმაძე მათემატიკის მიმართულებით, მელიქიშვილი, ჯავახიშვილი, კორნელი კეკელიძე, არნოლდ ჩიქობავა, ანუ ბევრნი არიან და ეხა ის პირველ მინიშნებასთან ხო და ეხა პირველ მინიშნებასთან უნდა დავაკავშირო რამენაირად და ვერც ერთს ვერაფრით ვერ ვაკავშირებ რა შუაშია ამათთან, ხო? რაღაცა თან დანომრილია 6 სათაური, რაღაცა ის შეიძლება ნაშრომი აქვს 6 2 3 რა, სერიებიდან წკრივები 6 2 3 ეგ ის არის, ეგ წყობა არის ქართულ ენაში. ფილოლოგიაში ყოველ შემთხვევაში არის კი 6 არის ჯერ, პირველ სერიაში 6 მწკრივია, მეორე სერიაში 2 მწკრივია და მესამე სერიაში 3 მწკრივია, ხო? პირველი თურმეობით, მეორე თურმეობით, მესამე კავშირებით. ვიცი, მაგრამ არ დაგიდასტურებ არც რა. ხო, თან პირველი pilot part 1, pilot part 2, ანუ პილოტი პირველი თურმეობითი, პილოტი მეორე თურმეობითი. მესამე კავშირებით. აწყო, წყვეტილი, აწყოს კავშირებითი ხოლმეობით შედეგობითი იყო კიდევ. აღარ მახსოვს ეგრე კარგად, მაგრამ თუ ეს არის სერიებიდან წკრივები და თუ ეს ქალბატონი ნამდვილად არის მზექალა შანიძე, მოდი გავრისკავ წინა თამაში რისკმა მომაგებინა მე მგონი და ისიც არის რომ კოკა ყოველთვის წყალს არ მოიტანს, მაგრამ მოდი გავრისკავ და ვიტყვი აკაკი შანიძეს. გადაწყვიტე რომ გარისკო მაინც ამ ვერსიაზე, გავრისკოთ და მოიცა ერთ წამით. ნუ არნოლდ ჩიქობავაც შეიძლება ენათმეცნიერებაზე თუა, მაგრამ თუ მზექალა შანიძეა, მაშინ აკაკი შანიძე მინდა რომ მისჩვენია რომ იყოს. კაი, რას აფიქსირებ? აკაკი შანიძე. გასაგებია. დააფიქსირებ ცოტა ამ ვერსია. მე ვიტყვი, ეს იყო ერთ-ერთი საუკეთესო მსჯელობა მაძიებელში, იმიტომ რომ აბსოლუტურად ყველაფერი სწორი იყო, რაც იმსჯელეთ, თავის პასუხიანად